შეიძლება გავგი უბრალოდ ვერს ვიაზრებ, გეხოცები. აი, ჩემთან გაფიცებ და შემომხედე. ძალიან არ გიხდება რა, ხო ბუნებრივი არ ხარ იცი? ვერ გეგუები, მეშ. კიდევ წელსასროამა მივიდა ულვაში. იმიმებრი არ მომიფარსია. ებიტო და ეხლა მაგინე დავატირე მაგის. იწვი გარეთ ყველაფერი მაგინე დავატირე, ეგრეც ხელა ყველაფერი აბსოლუტურად აი დამწვარია, მაგრამ აი პატილასამ ცივა რაღაცნაირად მაგინე დავატირე. ვე არ მითხრა რა, გეხვეწები რა, არ მითხრა. შეც მომხედე გაფიცებ ეხლა. ძალიან cool ხარ რა. ხო, აი ზუსტად შენი დაცინვა მინდოდა ახლა მე რა. არა, რა მოიგონა ახლა, რა შეჭირდებოდა ახლა ეს მასკარადი? ნუ, მიშ. მე ამას არ ვაპატიებ არას დროს მაგას. რას არ ვაპატიებ? რას ქვია, რას არ ვაპატიებ, კაცო? აი, ამას. ვის? ნუ გამაგიზე ეხლა რა, ვისა და ვინც ამ დღეში ჩაგვყარა და გაგვასეცკა და დაგშალას და ეგ. ანუ მაროს. ამოიგონა ეხლა ეს ვერ გავიყო რა. აი. რა საიტი ხა ეს ის რა ქვია მაგაცა. რა უნდა მოვაწყო რა თქვა რაო? ხო ის ლენჩი. ლენჩი არა ვიდეო. ლანჩი ლანჩი ხო მაგრამ საღამოს კერო შეიგრიფებიან და იმაშობიან დავახშმებს მაგას არ აწყობს მარო დღეს დავახშმებს რომ იმაშობიან ო შვედსკი რაუტსა რაუტი ო რაუტია ხო აბა ბიჭო თან იქ ბევრი არა ჭამო თავი არ მომჭრათო გაიგეშინა მაგრამ და ისე შენ ჭამე რამე то კი ах бо рахтбу ах бос канчи მიურწყავში ნიო ბუნდონად მახს მეიცა ბეჯო მოდის გონია და გადადი დავარცხნილ ლაპარაკზე რა თუ არა დაგხოცა მისი განვაგრძობთ მაღალ არისტოკრატიული ამბების მიმოხილვას ჩემო რჩეულო მაყურებელო და გაგაცნობთ საოცარ ამბავს მე რომ გამბავი ვნახე გავგიჟდიტო მსგავსი არ მსმენია არაფერი ნუ აი არ მსმენია თუ დამაცდით კოლეგა მაყურებელსაც ვეტყვი მარსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ყველაზე დიდი ზომის ქვა, ანუ იგივე მინი მეტეორი, რომელიც 25 კგ-ს იწონის, სოტბის აუქციონზე 4,300,000 დოლარად გაიყიდა. ძალიან უცნაურია. რა თუნდათ ნეტავი? მეც ეგარ მაინტერესებს. რა სიგუდელად ასლაგვადუ? წესი რა, არ გვინდა რა ესე იქინე აკანე. ოხ, მარია მოხვედი. მოვიდა. აქეთ მობრძანდიც. საღამო მშვიდობისა, მიხეილ. ჩიტოს ძევ. აბა როგორ მიდის მაღალ არისტოკრატიული ამბების მიმოხილვა?
ძალიან საინტერესოდ, ძალიან აი ესეთი ამბავს ყვებოდი ახლა რომ კინაღა მე თვითონ გამოვშტერდი მიშკა. ცოტა სიტყვები. მომიტევეთ წამომსდა. ეხლა მამხედეთ აქეთა ორივე მაგენეთოლი. დიახ. დღევანდელი საღამო არა? ცოტა ნორმალურად უნდა წავიყვანოთ. არ ჩამიშალოთ ეხლა. არ მომჭრათ თავი არც ერთმა რა. გასაგებია? რა თქან უგამაგებინი აი რათა? აი მე ეგრეა საჭირო. აგვისტო მოდის. დასასვენებლად უნდა წავიდეთ შარშანდელივით. თავი რომ არ მომჭრათ შარშანდელივით. აქედანვე უნდა მივეჩვიოთ წესიერ მოქცევას. გასაგებია? გავიგეთ, ბოდიში, გასაგებია. ეგ კარგი და რამდენ ხანში ვიწყებთ ამ დინერსა? ხო. აი, მოვლენ კონსტანტინე და ნანუკა, მოგელი და მზიკო. და დავიწყებთ. მე გავა ბოსტნეულის რაგუს ამოურევ. არ მიმეწვას. ბოდიში, მარი, რას ამოურევთ? რაგუ არიცი? რა? აი, სოფლელები რო აჯაფ სანდალს ეძახიან თუ რა. გასაგებია, კარგი გეთაყვა მარიამ, მიხედე საქმეს და ჩვენც მივხედავთ. მაშასე შემდეგ ინფორმაციას მოგვაწვის ჩემი კოლეგა ჩიტოს ძე. მადლობთ კოლეგა. მაშასე გაგიკვირდებათ და თურმე იაპონიაში ბებიების ქირაობა ყოფილა შესაძლებელი საათობრივად. უცნაურია, მომიტევე და რა საჭიროა ეს ყოველივე? აკი თავში მიაღნიშნე, რომ გაგიკვირდება მეთქი. ასეც მოხდა, რა საჭიროა კოლეგამ და როდესაც ახალგაზრდა მარტოხელა დიასახლისმა არ იცის ბავშვის მოვლა, სადილის გაკეთება, სახლის დაალაგება, ქირაობს, მოხუც, გამოცდილ დიასახლის, ისმინის და ყველაფერს ასწავლის. საოცარია რა. ეგზო. რა ის ეგზოვი? ძალიან საოცარია თქო. ნამდვილად. აგერ ბიცულა ჩემი სონია პედაგოგი ქალი პენსიაზე გასული მაგი ვის ოჯახში შევაძრო და აყენებს მეხზე ხაჭაპურის გამოცხობა გიდა ქათმის დაკლა გაპუტვა გიდა ხალის გაკეთება 2 მეტრი და ალო უკაცრავად თუ რა არის ამეხადა თავკეფა მომიტევე კოლეგა წამიღო სოფერმარკეტზე ცოტა ხნით რამზილი არა გადაჩობა მომაშკაც იარა და საშინელება ბიჯო რა ხდება რა ტემბრია ვახმის უი ხოისამ hi guys როგორ ხართ დაშობით აუ რა უიცი რა მოდი რა გაფიცებ რა შერაშუები აუ რავი რა ძალიან cool ვარ მალე იწყება დინერი რა ქნა მარიშკამ მოწკიპა კანაპეები კანაპეებია იჯები საერთოდ შევარი სადაგეგდო ბატონო ბოდიში ნაკო სად არის ვი ნაკო ვინ არის ნანულა შეჭებს გადაგრეული შენ რა ვერ გაიგე აჰო ნანჩუ მარიშკასთან შევიდა ეხმარება მაიმე საყვარელი ეხმარება მშვიდობა თქვენ და მეგობრებო მშვიდობა ყოველთან როგორ ახარ მოვიდა რუი ვერ გაბარშული აგრა თავდა მირთვით რა შამპო აიღეთ რა ჰაი და დარჩა სუდა გოგოებო როგორ ხართ
ყოლა. გამურჩი. ბატონო გოლა. გისმენთ ქალბატონო მარიამ? მიხეილ, დია? მე მგონი უკვე დროა რომ ყველამ ერთად ვუმღეროთ მაყურებელს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა ცხოვრების სტილი, ხომ გესმის? მხოლოდ იმიტომ, რომ ჟამთა აღმასვლას და ახალ ტრენდებს არ ჩამორჩეს. რას ვაპირებთ ზოგადად და ასევე როგორ უნდა გავატაროთ ძაფ? რა თქმა უნდა. ბატონო, ეგრეა. კარგით. თხობთ, მაესტრო.